პარლამენტის ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერი პაატ დავითაია აფხაზეთსა და ოსებს მოუწოდებს კარგად გააცნობიერონ, რომ მათი გადარჩენის ერთადერთი გზა საქართველოს შემადგენლობაში დარჩენაა. ამის შესახებ დავითაიამ დღეს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და რუსეთის მიერ დამოუკიდებლობის აღიარებიდან 2 წლის თავზე ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა შეაფასა. მისი განცხადებით აფხაზები და ოსები გადაშენების გზაზე არიან. ცხინვალში ერთ რუს ჯარისკაცზე ერთი ადგილობრივი მოსახლე მოდის, ხოლო აფხაზეთში მდგომარეობა კიდევ უფრო სავალალოა. ეთნიკური აფხაზები აფხაზეთში ვერ აკონტროლებენ ვერც ერთ მნიშვნელოვან სფეროს და ყველაფერი რუსების საკუთრებაშია გადასული, რის გამოც ბოლო დროს რუსებსა და აფხაზებს შორის დაპირისპირება იზრდება, აცხადებს ვიცე-სპიკერი. პაატ დავითაიას მტკიცებით აფხაზები უკვე ხვდებიან, რომ დამოუკიდებლები არ არიან და რუსები აფხაზეთიდან მათ განდევნას ცდილობენ. დავითაიას განცხადებით აფხაზეთსა და ცხინვალში მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ იქ მცხოვრებნი ტოვებენ ტერიტორიას და საქართველოს ტერიტორიაზე გადმოდიან. 2 წლის უკან რუსეთის ფედერაციამ საერთაშორისო სამართლის ყველა პრინციპის დარღვევით მოახდინა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარება და 2 წლის თავზე მე მინდა შევაფასო ეს მოვლენა და თქვა თუ რა ვითარებაში აღმოჩნდა დღეს რუსეთი და რა ვითარებაშია დღეს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. რუსეთი როგორც მშვიდობის ყოფილი ქვეყანა, რომელიც ასრულებდა სამშვიდობო მისიას, აღმოჩნდა ოკუპანტ სახელმწიფოდ, რაც უკვე აღიარებული არის არაერთი სახელმწიფო მეთაურის მიერ გაკეთებულ განცხადებაში და უახლოეს ხანებში რამოდენიმე ქვეყნის პარლამენტი დაწყებული ევროპიდან დამთავრებული ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესით განიხილავს ამ საკითხს, რომ რუსეთის ფედერაცია არის ოკუპანტი სახელმწიფო. სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმები დღეს რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების დღეს აღნიშნავენ. სოხუმში თავისუფლების მოედანზე დღეს საზეიმო კონცერტი გაიმართება, სადაც აფხაზი და კრასნოდარელი მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას. მოგვიანებით კონცერტი მოჰაჯირების სახელობის სანაპიროზეც ჩატარდება. ცხინვალში კი საზეიმო ღონისძიებები 25 აგვისტოს დაიწყო და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარების თემაზე კონფერენციაც გაიმართა. დღეს კი დე-ფაქტო რესპუბლიკაში ავტოგარბენი, ხოლო ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე სახალხო სეირნობა მოეწყობა. ასევე დაგეგმილია მრგვალი მაგი და რუსულ-ოსური ურთიერთობების თემაზე. მოგვიანებით კი ცხინვალის თეატრალურ მოედანზე ანსამბლი ცისფერი ბერეტები კონცერტს გამართავს. მოსკოვმა აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა საქართველოსთან ომის დასრულებიდან 2 კვირის შემდეგ 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარა. ამ თემაზე განცხადება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა გააკეთა. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები სხვადასხვა საჯარო გამოსვლებისას აღნიშნავდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება კონფლიქტის დასარეგულირებლად ერთადერთი მართებული ნაბიჯი იყო. დღემდე დე-ფაქტო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა რუსეთის შემდეგ მხოლოდ ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ აღიარა. ლეიბორისტული პარტია ჰააგის საერთაშორისო სისხლის სასამართლოში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პასუხისგებაში მიცემასა და დაპატიმრების მოთხოვნით სარჩელს შეიტანს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა. მისი თქმით 26 აგვისტოს საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული თარიღია, რადგან სწორედ ამ დღეს რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთის და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ნათელაშვილს მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორების 2 გზა არსებობს: დამხობა ან დაპატიმრება. მისი თქმით სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელი უკვე მუშავდება. დოკუმენტი ამ დროისთვის 5 გვერდიანია და 15 ეპიზოდს შეიცავს. ჰააგის საერთაშორისო სისხლის სასამართლოში შეგვაქვს სარჩელი პრეზიდენტ სააკაშვილის პასუხისგებაში მიცემისა და დაპატიმრების მოთხოვნით, რომელმაც ჩაიდინა საერთაშორისო უმძიმეს დანაშაულთა მთელი კასკადი, დაშალა ქვეყანა, დაამყარა დიქტატურა, დახოცა ხალხი. დარწმუნებული ვართ, საქართველოს და სამართლიანობა გაიმარჯვებენ. რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ვიცე-პრემიერი თემურ იაკობაშვილი ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ვიზიტის მიზანი საქართველოს ჩართულობის სახელმწიფო სტრატეგიის ამოქმედო გეგმის პრეზენტაცია. ასევე დაგეგმილია საქართველოს მიერ ინიცირებული გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის პროექტის იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ მხარდაჭერის მოპოვების მიზნით შეხვედრების გამართვა. თემურ იაკობაშვილმა შეხვედრები გამართა სხვადასხვა რეგიონულ ჯგუფებთან და სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა წარადგინა. ვიზიტის ფარგლებში თემურ იაკობაშვილი შეხვდა გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს აბდუსალიმ თრეკის შეხვედრაზე საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ ისაუბრეს და განიხილეს როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარება, ისე საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების საკითხები. ვიზიტის ფარგლებში ვიცე-პრემიერი სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალურ სხდომაზე, რომელიც პაკისტანისადმი საერთაშორისო დახმარებას მიეძღვნა. თემურ იაკობაშვილის ვიზიტი 17 აგვისტოს დაიწყო და 30 აგვისტოს დასრულდება.
დევნილებმა და გარემოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია დღეს თბილისის საკრებულოსთან გამართეს. აქციის ორგანიზატორები კონსერვატიული პარტიის წევრი ლაშე ჩხარტიშვილი და ხალხის პარტიის წევრი ალეკო შალამბერიძე იყო. დევნილები თბილისის ტერიტორიაზე საცხოვრებელი ფართი დაკმაყოფილებას ითხოვდნენ, ხოლო გარემოვაჭრეები გარევაჭრობის აღდგენას. ამასთან დღეს თბილისის საკრებულოში კონსერვატიული პარტიის წევრის ლაშე ჩხარტიშვილის მიერ მომზადებული დოკუმენტი შევიდა, სადაც განსაზღვრულია ნორმები, რომელიც გარევაჭრობის მოწესრიგებისთვის არის საჭირო. ამასთან ხვალ 12 საათზე საკრებულოს წინ დევნილები და გარემოვაჭრეები კვლავ შეიკრიბებიან, მათი ნაწილი საკრებულოს ხვალინდელ სხდომას დაესწრება, სადაც დევნილების და გარემოვაჭრეების საკითხი იქნება განხილული, ხოლო ნაწილი გარეთ აქციას გამართავს და პასუხს დაელოდება. ეს საკრებულოს შენობასთან იმართება გარემოვაჭრეთა და დევნილთა საპროტესტო აქცია. გარემოვაჭრეები ითხოვენ მიღებული იქნა საკრებულოს მიერ გააცყოტილება გარევაჭრობის წესების მიღების თაობაზე და თითოეულ გარემოვაჭრეს ახალი წესების მიხედვით მიეცეს ვაჭრობის ნებართვა. დევნილებთან ერთად ჩვენ მოვითხოვთ, რომ თბილისის მერიის ბალანსზე არსებულ შენობებში მათ გამოეყოს მინიმალური საცხოვრებელი ფართი ერთი ოთახი მაინც ნებისმიერ უბანში, რათა მათ შეძლონ თბილისში ცხოვრება. მე მინდა შეუერთდე ყველა ამ ყოფი ადამიანის მოთხოვნას, რომელიც აბსოლუტურად სამართლიან და კანონიერად აყალიბებს თავის უფლებებს და ითხოვს იმ მინიმალური უფლებების დაკმაყოფილებას, რომელიც მათ გააჩნიათ. ჩვენი მოთხოვნა, ძალიან დიდი მოთხოვნა ქალაქის მერიასთან, პირადად პრეზიდენტთან. ძალიან დიდი დასახლება გლდანი, თემქა მუხიანი, გლდანულა, სოფელი გლდანი და ძალიან დიდი დასახლება. ვინც უმუშაობთ ამ სასკოლო საკანცელარიოზე, სკოლები იწყება, არ გვაქვს არანაირი საშუალება. გამოგვიყონ ადგილზევე სადმე ტერიტორია და დაგვსვან ერთად ეს სასკოლო საკანცელარიოს ხალხი. არის კატეგორია დევნილებისა, რომლებსაც არასდროს სახელმწიფოსაგან არავითარი დახმარება არ მეუღიათ, გარდა იმ ჯერ იყო 7, მერე 14, მერე 28 ლარისა. მანამ შეგვეძლო, მანამ ჯანმრთელობა ჰქონდა, არ ვაწუხებდი. ვითხოვთ ფართებს და გვაკმაყოფილო აუცილებლად. ჩვენ თბილისში ვართ რეგისტრირებული და ცენტრი არ გვინდა იყოს შემოგარენით. მართლმადიდებელი მრევლი ბათუმში აქციებს დილიდან გეგმავს. ისინი 26 აგვისტოს გეი აღლუმის ჩატარებას ელოდებიან. ბათუმის საკათედრო ტაძარში სასულიერო პირი და მრევლი 26 აგვისტოს საღამოს შეიკრიბნენ, რის შემდეგაც მსვლელობა მოაწყოს და რუსთაველის გამზირზე მდებარე წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიასთან გადაინაცვლეს. აქ მდებარეობს სასტუმრო შერატონი, სადაც სასულიერო პირების განცხადებით უცხოეთიდან ჩამოსული ჰომოსექსუალები არიან. აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს ბათუმის მთავარი ქუჩა და წაიკითხეს ლოცვა. საპატრულო პოლიციის ავტომანქანა მიმდებარე ტერიტორია მას შემდეგ დატოვა, რაც ერთ-ერთ პატრულს აქციის მონაწილეებმა თხოვნით მიმართეს. მართლმადიდებელი მრევლი ბოლოს ბათუმის მერიასთან მივიდა, სადაც განცხადება ბათუმის მერმა რობერტ ჩხაიძემაც გააკეთა. ამის თქმით, მერია ადასტურებს, რომ ამ ტიპის აქციის გამართვის წინააღმდეგია. ეგეცად რომ არის ჭორი და ჭორის ეგეთ მაგითმა არ წავიდა. მერიას აქვს თავისი პრომოსილებები და იმ პრომოსილებების ფარგლებში მოქმედებს. ჩვენ გადასწრებით და ვარ ამ ტიპის ორგანიზაციის საკუთრების ძინააღმდეგ. ნეპალში ათასობით ჰომოსექსუალმა პირველი საერთაშორისო გეი აღლუმი გამართა. დემონსტრანტები ჭრელ კაბებში იყვნენ გამოწყობილი. აღლუმს ნეპალის პარლამენტის წარმომადგენელი უძღვებოდა, რომელიც არა მხოლოდ პარლამენტის წარმომადგენელი, არამედ გეების უფლებების დამცველი ორგანიზაციის დამფუძნებელიც არის. ქვეყანაში შემოსავლის ძირითადი წყარო ტურიზმია, როგორც ჩანს, მთავრობის წარმომადგენლებს მსგავსი აღლუმების მოწყობა ტურისტების მოსაზიდად უნდათ. ნეპალში გეი აღლუმზე დასაწყებად ათასობით ტურისტი ჩავიდა. ნეპალში ათასობით არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანი ნეპალის დედაქალაქის ქუჩებში გამოვიდა და ქვეყანაში პირველი საერთაშორისო გეი აღლუმი გამართა. ეროვნულ ტანსაცმელში ჩაცმულმა აღლუმის მონაწილეებმა ქუჩაში მსვლელობა მოაწყვეს. აღსანიშნავია, რომ აღლუმს ნეპალის პარლამენტის წარმომადგენელი სუნილ პანტი უძღვებოდა. პანტი არა მარტო პარლამენტის წარმომადგენელი, ჰომოსექსუალების უფლებების დამცველი ორგანიზაციის დამფუძნებელიცაა. ჩვენი მიზანია დავიცვათ გეების უფლებები, რათა არ მოხდეს მათი დისკრიმინაცია. ჩვენს აღლუმში მონაწილეობა ინდოელმა, იაპონელმა, ბრიტანელმა, გერმანელმა და სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულმა არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანებმა მიიღეს. პოლიციის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ აღლუმს 2000-მდე ადამიანი ესწრებოდა. ნეპალში უფრო მცირე მასშტაბიანი გეი აღლუმები აქამდეც იმართებოდა. თავდაპირველად მსგავსი აქციების საზოგადოების პროტესტს იწვევდა. პოლიციის თანამშრომლები დემონსტრანტებს არბევდნენ. ახლა კი ქვეყანაში სექსუალური უმცირესობების უფლებების დამცველი ორგანიზაციებიც კი ჩამოყალიბდა. შესაძლოა უახლოეს მომავალში ერთსქესიანი ქორწინება კონსტიტუციით გარანტირებული უფლება გახდეს.
ქვეყანაში შემოსავლის ძირითადი წყარო ტურიზმია. როგორც ჩანს, მთავრობის წარმომადგენლებს მსგავსი აღლუმების მოწყობა ტურისტების მოსაზიდად სჭირდებათ. წლევანდელ გეი აღლუმზე დასასწრებად ნეპალში ათასობით ტურისტი ჩავიდა.